მოგესალმებით. ეს ახალი ვიდეოა. ახლა ვუყურებ ჰიტას საუბარს YouTube-ის შესახებ. და მაგარი საინტერესოა რომ რამე მე ახლა რადგან ცუდად ვარ, ვერ გავდივარ და ვერ ვამატებ ნახატებს ქუჩაში. იმიტომაც იწელება რა. თორე დიდი სიამოვნებით ვიზავდი უკვე მედებოდა Street Art და გრაფიკის 24 ნაწილიც. ხო. გავიგე რომ ყოველდღიური ვიდეოები ხდება ერთი უცხოელი და საქართველოში 2 დღეში ერთხელ, 3 დღეში ერთხელ რო დადო ძალიან კარგი ჩართულობა იქნებაო. გასაგებია, მაგრამ ყოველდღიურადაც ვდებდი, როდესაც ხშირად ვიდექი აქციებზე და იმასაც აღვნიშნავ, რომ ბოლო 10 დღეს საერთოდ არათუ არც მაქამდე არ გადამიკეტავს გზა, მაგრამ არც მონაწილე ვიყავი გადაგების. მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ბოლო 10 დღეს საერთოდ ვიღებდი ისე, რომ სავალ ნაწილზეც კი არ ვიდექი. ეგ ცალკე სხვა თემა არის, ახლა YouTube-ის ვიდეოს დადებაზე ვსაუბრობ. მაგრამ თუ რაღაცა ეს ისეთი მყარი თემაა რა, რო კადრების ჩანს საიდანაა გადაღებული და როგორ ხო. და იმას დავამატებ, რომ აი გამოკეთება მინდა ძალიან ცუდად ვარ. ხო და 2 დღის წინ რამის იმას ფენი რა ქვია. მეგონა რომ უკვე გამასვენებდნენ და სადაც ამოგვებოდი. ხო და იმის თქმა მინდა, რომ 2 დღეში აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. აი ამ საღებავით. ლუპი ერთ-ერთი საყვარელი საღებავია ბალონებიდან. და ასევე ფასადური ალპინასი და დავწყებ კიდე 1-2 ნახატს გავაკეთებ და მთლიანად იქნება ნახატები 1-10 თავის წარწერებიანად ოღონდ მოხატულს გულისხმობ და ასევე უბრალო წარწერები რამდენიც გინდათ. ხო, ოღონდ გავამახვილებ იმაზე ყურადღებას, რომ რამოდენიმე წარწერა კონკრეტულად ჩემი შეიძლება არ იყოს, მაგრამ რასაც ვეთანხმები, მაინც გაუშვა იმავე ვიდეოში რა. ხო. უმეტესობა რა თქმა უნდა ჩემი თემა იქნება მთელ ვიდეოს მანძილზე, თავის პროცესით ხატვის და ასე შემდეგ წერისაც პროცესი მინდა გადავიღო და ეგ არის თქვაც მინდოდა გამოვა დაახლოებით 4 დღეში. დროებით და მანამდე თუ გამოიწერთ არხს და ლაიქებთ ნებისმიერ ვიდეოს, თუნდაც ამას და გამოხატავთ კომენტარს, გამოხატავთ თქვენს აზრს კომენტარის სახით, გამიხარდება დროებით. ხო, ასევე შემიძლია გავაკეთო რეკლამა ვიდეოში, როდესაც მექნება ბევრი ნახვა, მაგრამ ასევე შემიძლია მოგიხატოთ ნებისმიერი რამ და იმის რეკლამა გავაკეთო ჩემს ვიდეოში, Street Art და გრაფიკის ვიდეო იქნება ეს თუ რაიმე კონკრეტულად შეკვეთის მოხატვის ვიდეო იქნება ცალკე დადებული, თუ უბრალოდ ტილოსზე მხატვრობის რამე ვიდეო იქნება და ეს იქნება რაიმე ხატვის მაღაზია, რაიმე ნივთი, რომელიმე სამხატვრო თემაზე, თუ შეიძლება უბრალოდ ენერგეტიკული სასმელი იყოს, იმიტომ რომ დაუშვათ ხატვის დროს და ქუჩაში დიდხანს დგომის დროს და ასე შემდეგ. ეს იქნება ხარისხიანი საღებავის თემა თუ რაც იქნება აქ წარმოებული. მე გავიგე რომ ესეთი საღებავს ერთი ქართველი აწარმოებს კიდე აქ საქართველოში არ მახსოვს ოღონდ ფერი ქვია მე მგონი თუ რაღაც მოკლე დასახელება. ხო, მე საერთოდ ისეთი სამართლიანობა რო იყოს და ისეთი ბედნიერების პიკი როგორც არის ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში. მაშინ იმას ვიზავდი რა ქვია. მაშინ აუცილებლად მაშინ არ დავკარგავდი დროს რა. და მექნებოდა უამრავი ტილო მოხატული, მექნებოდა უამრავი ფურცელი დახატული, უამრავი სხვადასხვა ტექნიკა მაგრად გაკეთებული ნებისმიერ ზედაპირზე და ამის ვიდეოები. და არა მარტო ქუჩის თემა და ამდენი ამბოხი და პროტესტი. ხო. მაგრამ ახლა იძულებული ვარ და მიწევს, რომ იქ დგომაზე, რუსთაველის დგომაზე ვიღო ვიდეოები. მით უმეტეს, არ ვიცი, მე მგონი ვთქვი, რომ ამ ბოლო დროს ვიღებ ვიდეოს არათუ ხო რა, სავალ ნაწილზე, მანქანის სავალ ნაწილზე არ ვდგავარ უკვე მე-10 დღეა, მაგრამ ბოლო 10 დღე უფრო სწორედ, თორე იქიდან ბოლო 5 დღე საერთოდ ვერ ვიმყოფები რუსთაველზე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვარ. ხო, ამასაც ვაპაუზებ, როდესაც ხოლებს კიდე ვაცემინებ ან ასე შემდეგ. ხო, იმის თქმა მინდა, რომ შემიძლია მოგიხატოთ პროფესიონალურად ნებისმიერი რამ, ეს იქნება ხობე, კერძო სახლი, კორპუსზე შემიძლია გავიდე თუ ორწმაკაც დამახვედრებთ, რომ აქეთ-იქით იყურონ თუ პოლიცია და კამერა და თემა არ არის. ასევე, სასიყვარულო უმეტესად მასე არის ხოლმე. ასევე შემიძლია კონკრეტული ოთახები მოგიხატოთ, როგორც ბავშვის, ისე თქვენთვის ნებისმიერი ბინა იქნება ეს თუ კერძო სახლი თუ გასართობი ცენტრი თუ ნებისმიერი სხვა
სხვადასხვა ოფისები, სხვადასხვა უნივერსიტეტები, სასწავლებლები და ასე შემდეგ. ხო. დროებით ისე. ეს არის დაახლოებით 3 ვიდეო სხვადასხვა ჩაწერილი და ამის შემდეგ არის რომ უწყვეტი კადრი და რაღაცა. კი, თითო ვიდეო უწყვეტი კადრითაა გადაღებული, მაგრამ მთლიანად 3 ვიდეოა თუ არ ვცდები. ხო. და უბრალოდ გავაერთიანებ და ეგ არის რა. და ბოლოს გამოწერის თემას მივამაგრებ. ანუ დანარჩენი არაფერს არ ვცვლი ესევე, რაც არის იმას ტოვებ. ეს არის ის ვიდეო, რომელიც ერთი უწყვეტი კადრით, რაც გადგება ენაზე და ნებისმიერ თემაზე და რო დავდგები სცენაზე და მაგარი ვარ ყველაზე და ესე რა, როგორც ფრისტაილი, ისეთ პონჩი ჩაიარა რა, ხო და იმიტომაც არანაირი editing-ი და არანაირი სხვადასხვა რამეები, წვრილმანები არ დამჭირდა რა. უბრალოდ გადავიღე და ვდებ. დროებით და შევხვდებით გალერეებში, ჩემ გამოფენებზე, ან საერთო გამოფენებზე, ან ვიმე სხვის გამოფენაზე. შევხვდებით ქუჩაში ხატვის პერიოდში, ან აქციებზე. დროებით ყველაფერი საუკეთესო. ასევე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Ciao! 2024 ჯუჯების სტუდიო რუსთავ fuck the system შენ მირთხავ მე ვდგავ არ ვიბძვი შენ ბუდავ მე ვდგავ არ ვიბძვი შენ მესვი მე ვდგავ არ ვიბძვი ვდგავ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გვინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში